ნებისყოფა ადამიანის ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს, ძვირფასო მეგობრებო და ყველა ამით, სწორედ მასია დამოკიდებული ჩვენი წარმატება და მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მიღწევები. ნებისყოფ ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია მართოს საკუთარი წუთიერი მოთხოვნილებები, იმპულსები და იმოქმედოს უფრო მნიშვნელოვანი შორეული მიზნების მისაღწევად. ნებისყოფა არის ადამიანის უნარი, რომლის მეშვეობითაც მას შეუძლია აკონტროლოს საკუთარი ქმედებები. თუ არ გაქვთ საკმარისი ნებისყოფა, ან უფრო მეტიც, სულად დაკარგული გაქვთ мотиваცია და თვითდისციპლინა, აუცილებლად უნდა გვიყუროთ კომუნიკაციების ექსპერტი, ალტერბრიჯის რექტორი ნათია კოცაძე მოგცემს ძალიან სასარგებლო და პრაქტიკულ რჩევებს. ამ მიმართულებით დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენთაგანს გამოგვადგება ის რჩევები, რომელსაც ახლა მოვისმენთ. დილამშვიდობის. მადლობა ნათია, რომ ხარ ჩვენი სტუმარი. განსაკუთრებით ეს ბოლო პერიოდია, გაოცებული ვარ ჩემი ნებისყოფით. ვარჯიშიც შეგიყვარდა ამასობაში. არა, ამ შემთხვევაში ვარჯიშს არ გულისხმობდი, უფრო მნიშვნელოვან ამბებზე გულისხმობდი ნებისყოფას, რომ რამდენად გამომუშავებადია ზოგადად ეს უნარი ადამიანისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ადამიანებისთვის ნებისყოფა, რომელიც გვაძლევს იმ რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების უფლებას, რომელიც კონკრეტულ მომენტში შეიძლება იმაზე მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, მიმესალმები ჩვენს მაყურებელს. მნიშვნელოვანი კი არა, მე ვიტყოდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა მოდი ცოტა სხვა ჭრილში შევხედოთ ამ სიტყვას თუნდაც, ხომ? იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს ნებისყოფა ასე გონია, რომ რაღაცა ისეთი დაუძლეველი რამ არის, ან თანდაყოლილია, ან გამომუშავებულია. სინამდვილეში ბევრად უფრო მარტივად არის საქმე, იმიტომ რომ თვითონ სიტყვა გვეუბნება რა არის ნებისყოფა. ნება გვითითებს, კი ბატონო. და ყოფა. ანუ სურვილის არსებობა, მოდი ესე ვთქვათ, ხო? და თუ დაკვირვები ხართ, როდის შემოდის ეს ნებისყოფა ჩვენში და როდის არის რომ ესე რაღაცა მთების გადადგმაც კი გვეადვილება, როცა სურვილი გვაქვს. შესაბამისად, თუ კი ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ აი ნებისყოფა არ მაქვს და ზოგადად უნებისყოფობას რაღაცა ესეთ თვისებათა შორის მოვიაზრებთ, არცად შორს წასვლა არ არის საჭირო და არც აღზრდაში უნდა ვეძებოთ და არც რაღაცა ფსიქოტიპში ეს ყველაფერი. უბრალოდ უნდა მივხვდეთ, რომ ამ ადამიანს არ აქვს სურვილი რომ ეს აკეთოს, ანუ ვერ იპოვა სურვილი. ზედაპირულია ის სურვილი, ზედაპირულია რომ აი არ მინდა. არ არის ძლიერი და შემდეგ ну, რა თქმა უნდა, ამას мотиваციას ვეძახით, რა თქმა უნდა, იქ რაღაცა სხვადასხვა ტერმინებით და სხვადასხვა სიტყვებით ვალამაზებთ მთელს ამ პროცესს და არ არის რთულად საქმე, ანუ რას ესე იგი სურვილია ჯერ მოსაპოვებელი და სურვილზეა სამუშაო. ოღონდ აი, აქ უკვე რთულად არის საქმე. და რატო რთულად? იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ადამიანების სურვილებს შორის 100%-დან მხოლოდ 10-ია ის რაც ჩვენია ნამდვილად და ნამდვილად ჩვენ გვინდა. დანარჩენი 90 არის ის რაც მე მგონია რომ მინდა. მგონია იმიტომ რომ საზოგადოება ასე თვლის, მაგალითად, ну აი ყველაზე მარტივი და ბანალური რო ვთქვათ, ხო, მინდა მაქვს სურვილი რომ რა ვიცი, შეიძლება დავიკლო, ან წარმატებული გავხდე, ან სამსახური დავიწყო, ან გავთხოვდე, ან გავშორდე, რა ვიცი, ხო? თუნდაც და ეს სურვილი მანამ სანამ ჩემი არ გახდება, მე ვერ ვიტყვი რომ ნებისყოფა მექნება, ანუ არ არის ნებისყოფა ჩემში. ეს არის სურვილი, რომელიც მე თავს მომეხვა საზოგადოების მხრიდან, იმიტომ რომ ასეა საჭირო. ხომ? ახლა ძალიან ხშირად მქონია შეხება და საუბარი ამაზე, მაგალითად, ну არის დიასახლისი. არაჩვეულებრივად გრძნობს თავს თავის ამპლუაში. ძალიან კმაყოფილია იმ ცხოვრებით, იმიტომ რომ ეს არის მისი, მაგრამ ვიღაცა ეუბნება პირობითად, რომ რატომ არ მუშაობ და აი შენი გონების პატრონი და შენი პოტენციალის პატრონი და მე ამბობს, რომ აი სადაც დავიწყე მუშაობა, არ მყოფნის ნებისყოფა, რომ რატო? იმიტომ რომ არ არის ეს მისი სურვილი. მისი საჭიროება უნდა გახდეს. რა თქმა უნდა, ну ხა თვითონ ის ფაქტი, რომ წარმოვიდგინოთ, რას ნიშნავს აი ესე, რომ გავიაროთ, აი როდის ხდება სურვილი მიზანი და როდის ჩნდება ნებისყოფა, იმიტომ რომ თუ კი სურვილი გახდა მიზანი, ის უკვე ნებისყოფა თავისთავად ყალიბდება, ხო? ხა ზარმაცი ვამბობთ და პირობითად რაღაცა ესეთი
საფუთვა გაქვს. აქაც იგივე ამბავი ხდება, ანუ შენ თუ გაქვს გასავლელი 100 კილომეტრი პირობითად და გეზარება, რომ ეს 100 კილომეტრი გაიარო, დილას ადგე და ჩაიცვა და გეზარება და ამბობ, რომ მეზარება. მაგრამ თუ ვიღაც გეუბნება, რომ 100 კილომეტრს რო გაივლი, იქ $1,000,000 ცავსე ჩანთა გელოდება და ეს ჩანთა შენია, იმიტომ რომ ის 100 კილომეტრი აღარ გეზარება. გახდება ის 100 კილომეტრი. ანუ რა ხდება, სად გაქრა სიზარმაცე, ხო? სიზარმაცე გაქრა, როგორც კი გაჩნდა мотиваცია. ესე კი მთავარია გინდოდეს. რა თქმა უნდა, რაღაცები, რაც ვიცით რომ კარგია, საჭიროა. და ეს საჭიროება ჩვენ ვერ გვაქვს. მე როგორც აღვიქვა გამოვიმუშაოთ, ხო? კი. ნახე, შეგზნებას თუ ემოციას მიიყვანო ის ბოლომდე, რაც იცი რომ კარგია შენთვის, შენ არ კონდეს იმისთვის, არ ძალა, არც ენერგია, არც ისეთი ძალიან დიდი ყოველდღიური სურვილი, მაგრამ იცი რომ სადღაც ბოლოში კარგია მაინც. ხო და აი ნახე ზუსტად ეს თქვი შენ. შენ იცი რომ სადღაც ბოლოში კარგია. შენ იცი რომ მიიღებ იმ ჯილდოს, რომელსაც ელი და უკვე ჩნდება მინდა. ანუ რატომ გინდა? საერთოდ ამოსავალი როგორ არის ნახე? არა აქ ეს არ ჯერა თავისი მინდას. ნახე როგორ არის ანუ მოდი ხო ცოტა სხვადასხვანაირად ავხსნათ ეს პროცესი, ხო? ესე ბიოლოგიურად მიუდგეთ, როგორ არის ჩვენი ტვინის ფუნქცია აგებული და ეს პრეფრონტალური ქერქი, რომელიც ჩუბლის არეშია, ხო? ადამიანის, ესე ვთქვათ, მთავარი მამოძრავებელი, რაც არის ჩვენი სააზროვნო სისტემის. ნახეთ, არის 3 წერტილი. და ეს 3 წერტილი ჩვენ გვაქვს ინსტინქტების დონეზე. ეს არის მინდა პირობითად ავიღოთ შუა წერტილი. ერთ მხარეს არის არ უნდა ვაკეთო და მეორე მხარეს არის უნდა ვაკეთო. ანუ იმისთვის რაც მინდა, მაგრამ მაინც ყველაფერი მინდათი იწყება. ანუ იმისთვის რაც მინდა, რაღაც არ უნდა ვაკეთო, რაღაც უნდა ვაკეთო. ეხლა რატომ ვამბობ, რომ ეს ინსტინქტურად არის? იმიტომ რომ მაგალითად ადამიანის ინსტინქტების დონეზე ყველაზე დიდი მინდა არის გადარჩენა. ხო? ანუ თვით გადარჩენა, ეს არის ინსტინქტების დონეზე, ადამიანიც რომ არისო, ანუ ცხოველის ინსტინქტის დონეზე. შესაბამისად, მინდა და არ მინდა რას აკეთებს, ხო? შენ რო ქუჩაზე ნაბიჯის გადადგმა გინდა და გადარბენა და მანქანას დაინახავ, შენ არ იაზრებ უკან იწევ. იმიტომ რომ შენმა ინსტინქტმა დაქცია, ხო? შენ გარბი ხარ, სადღაც ჩერდები, რაღაცას ხელს არ კიდებ, რაღაცას არ მიირთმევ პირობითად. ანუ ეს თავისთავად მუშაობს. მაგრამ რა ვუყოთ იმ სურვილს, რომელიც უკვე რაღაცა თლად არ მინდა და არ ვიცი. სწორად აღნიშნე, იმიტომ რომ არის ვალდებულებები, ხო? ყოველთვის ნებისმიერ ვალდებულებაში, რაც გასაკეთებელია, არ ვიცი, სამსახურია ეს თუ რაღაცა. პროფესია, მოდი, დავაუფლოთ რამე პროფესია. რამე პროფესიას, ხო? აქაც უნდა ვიპოვოთ ის мотиваცია, რომლის გამოც ამ პროფესიას ვეუფლებ. იმიტომ რომ ის შრომა, რაც მე მასში უნდა ჩავდო, აუცილებლად მოითხოვს ჩემგან გარკვეულ ძალისხმევას, ხომ? ყველაფერი არ არის ასე, რომ სურვილებზე, მაგრამ სურვილი, ანუ ნებისყოფა, ნებად, როდის გადაიქცევა ეს, როდესაც მე დავრწმუნდები, რომ ის კეთდება ჩემთვის. ან, ნახეთ, 3 ფუნქცია აქვს ადამიანს, ხო? ფუნქცია როგორც 3 რაღაცისგან შევდგებით ჩვენ. ეს არის გული, გონება და სხეული. 3-ვეს აქვს თავისი სურვილი და გამოძახილი, ხო? რაღაცა სხეული მთხოვს, რაღაცას სული მთხოვს და რაღაცას გონება. ანუ თუ კი ეს ჩემთვის სასარგებლოა ეკოლოგიურად, ანუ ჩემი გონებისთვის სასარგებლოა და მე გააზრებული მაქვს. სულისთვის, იმიტომ რომ სიმშვიდეს მანიჭებს, ან ვიღაცას ვუკეთებ და ეს მანიჭებს იმ სიმშვიდეს და ჯილდოს. ან ფიზიკურად მჭირდება, ეს უკვე ადვილია დავიჯერო რომ ჩემია. ანუ ეს სურვილი უკვე მინდად ადვილად მიზნად ადვილად გარდაიქმნება. თუმცა ბავშვებისთვის ეს ცოტა რთული გასაგებიცაა, მისაწოდებლადაც რთულია და შეგვიძლია რამე რომ აი ბავშვობიდან რაღაცაზე ვიმუშაოთ ისეთი რომ იმიტომ რომ ნახეთ ჩვენ როგორ ვიწყებთ, იცი? ეს უნდა გააკეთო ვეუბნებით და რაღაცა იმისთვის რომ აქ მთელი ხიბლი იმაშია რომ მე კი არ უნდა ვუთხრა რისთვის. დიახ. მას უნდა ვათქმევინო, ხო მე 5 წლის შვილი მყავს და ზრდასრულივით ვესაუბრები მას. და როდესაც გვაქვს ხოლმე მაგალითად ძილის ამბავი, ნუ თვითონაც აღშფოთებული არ მინდა ღამე ძილი და დილით მეძინება და რა ვქნაოდ. როდესაც დავწვევით და ვსაუბრობთ, ყოველთვის ვეუბნები, რომ აი ახლა რომ შენ დაიძინებ, დაფიქრდი რა მოყვება, აი ახლა რომ უცებ დახუჭა თვალები და მალე დაიძინო, აი რა მოყვება ამას.
და დაიწყებს მე თვითონ ხოლმე ჩამოთვლას, რომ ან ვნახავ კარგ სიზმარს, ანუ დედამისი უნდა ჩამოსულიყო და გავიღვიძებ და უკვე დედიკო აქ იქნება. ან დილას გავიღვიძებ და რაღაცას ვუყურებ. ანუ თვითონ პოულობს თორე რამდენჯერაც მე მithქვამს რომ იცი რა ხა დახუჭე თვალები და მალე გათენდება თუ რაღაც ეს არ არის მისთვის мотиваცია, მაგრამ როგორც კი თვითონ პოულობს ამას, თვითონ ეძებს, ხო? აი მაგალითად როდესაც მეცადინეობაზეა, ხო? აი დაჯექი მოდის სკოლიდან და იმ წამსო დაჯექი მეცადინე, როცა ეუბნები. ის ვერ ხვდება რატომ უნდა დაჯდეს მაშინვე, მაგრამ თუ შენ ეტყვი რომ აი წარმოიდგინე ახლა 1 საათი და რა მოხდება 1 საათის მერე. და დრო თავისუფალია. აკრძალვის დროსაც ასე მუშაობს, ეს არ გააკეთო და რატო არ გააკეთო? თვითონ და ჩამოთვალოს, ესე არ მივა აკრძალვის შემთხვევაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში და ეს უმუშავებს სწორედ ნებისყოფას, რომ ის თვითონ პოულობს, აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატარა ასაკიდან თვითონ იპოვოს, რატომ უნდა აკეთოს, ან რატომ არ უნდა აკეთოს. ორივე შემთხვევაში. ორივე შემთხვევაში. აი საქმის ბოლომდე მიიყვანის ჩვევა ბავშვობიდან, რომელიც არსებობს, არის თუ იგივე ნებისყოფა ეს. ნებისყოფა არის, რა თქმა უნდა, და მოდით ესე ვთქვათ, რა ბავშვობაში ძალიან რთულია ეს მოვთხოვოთ. იმიტომ რომ ნახეთ, გააჩნია ბავშვი და გააჩნია ასაკს. ახლა გარკვეულწილად რაღაცა ასაკში ბავშვს აინტერესებს პროცესი, მას არ აინტერესებს ფინალი და არ აინტერესებს შედეგი. ის დაყრის სათამაშოებს და მე აღარ აინტერესებს რა მოხდება და ასეც უნდა იყოს. ის ამტვრევს რაღაცას და ამტვრევს არა იმიტომ რომ ცუდი არა, იმიტომ მას უნდა შეიმეცნოს რა ხდება შიგნით და ის რაღაცას და გასინჯავს ბოლომდე არ დატოვებს, ეს არის ამის გამო არასოდეს არ შეიძლება რომ რაღაცა არ გვეგონოს რომ ეს გარკვეულწილად აი უნებისყოფობას ჩამოუყალიბებს არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ მან უნდა შეიმეცნოს, მაგრამ გარკვეული ასაკის მერე, როცა ჩემოდის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, ხო, უკვე აი მოზარდობის ასაკს რო ვეძახით, აი იქ უკვე უნდა ნელ-ნელა გაუჩნდეს მას мотиваცია, რატომ უნდა დაასრულოს. შედეგი უნდა დაინახოს და ამ ნახეთ ასეთი მიდგომის შედეგად ჩვენ ვიღებთ იმ ფსიქოტიპს, რომელსაც პროცესითაც შეუძლია სიამოვნება და შედეგითაც, იმიტომ რომ ჩვენ ქცევის ტიპები, ესე რომ ავიღოთ 4 ქცევის ტიპიდან 2 გვყავს, რომელსაც შეუძლია მხოლოდ პროცესითი სიამოვნებას და შედეგს არ უყურებს და 2 გვყავს, რომელიც მხოლოდ შედეგზეა ორიენტირებული. ერთიც ცუდია, თუ ცალსახად ეს არის. იმიტომ არის ხოლმე რომ ვერ ვასრულებთ, ვიწყებთ ვერ ვასრულებთ. და მეორეც ცუდია, იმიტომ რომ მე შედეგი მინდა და პროცესისთვის შეიძლება აი ეს უკვე ნებისყოფა აღარ არის. ეს უკვე თვითგვემაა. როცა მე შედეგისთვის ყველაფერი შემიძლია გავიღო და არ საერთოდ ისე არ ვისიამოვნო პროცესით კი არა, არც მივადევნო თვალი პროცესს. ეს თვითგვემაა, იმიტომ რომ ცხოვრება პროცესია. პროცესებისგან და შედეგებისგან შედგება ეს ჩვენი ცხოვრება, პატარ-პატარა შედეგებისგან, პატარ-პატარა პროცესებისგან. არც ერთის გამოტოვება არ ღირს. ხომ? იმიტომ რომ მაშინ რა არის ცხოვრება? მაშინ რისთვის ვართ? დისციპლინა რაღა არის? აი კიდე ერთი ცნება, რომელიც უკავშირდება აი რაღაცა ამ შენ გზას და მის ბოლომდე გავლას თუ ნებისყოფას თუ დისციპლინა, მე ვიტყოდი რომ დისციპლინა არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, საერთოდ თვით დისციპლინა არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა და ეს პირდაპირ კავშირშია ნებისყოფასთან. ანუ პირდაპირ კავშირშია იმ სამ წერტილთან, რაზე ჩვენ, იმიტომ რომ აი ამ სამ წერტილს მე უნდა ვაკეთო და არ უნდა ვაკეთო, თუ მე ვმართავ თვითკონტროლის 3 ძალა ქვია ამას, ნახეთ. ანუ მე ვიცი რომ უნდა არ ვიცი დავამთავრო სკოლა პირველად. ანუ უნდა ვივარჯიშო. ძალიან მეზარება. აი არჩილი ცოცხალი მაგალითი. მაგრამ აი გაიძულებ ჩემთვის, იმიტომ რომ დისციპლინირებული ვარ. ეს აუცილებლობა. ეს თვითგვემა არის. ანუ ეს არ არის დისციპლინა. ყველა ადამიანს რო შეეულმა ტონში როგორ არის თუ შენ ხვდები რომ ამის საჭიროება გაქვს, თორე როგორ არა აქ ყველას აქვს ამის საჭიროება და ეს კარგია, მაგრამ თუ შენ ხვდები რომ ამის საჭიროება გაქვს და ამას აკეთებ, ეს უკვე ნიშნავს რომ შენი თვით დისციპლინა, შენი თვით კონტროლი ამ მინდასა და სამ წერტილს შორის არის ძალიან კარგად დაკავშირებული, მაგრამ თუ შენ ვერ ხვდები, ანუ თუ შენ ამას იძულებით აკეთებ და ეს თვითგვემა ტანჯვას განიჭებს. კი, იმიტომ რომ საჭიროება ერთია, საჭიროება, რომ მე მჭირდება ეს ვარჯიში და მეორეა
იმის სიყვარული, რასაც ვაკეთებ. ვერასოდეს შევიყვარე. ვერასოდეს. ყველას ზის ღვთავაზობ დარბაზში, ყველას. მაგრამ აი ესე ბეჯითად მაინც ავდგარ, იმიტომ რომ საჭიროება. სადღაც მოვა იმიტომ რომ აქ არის მეორე საკითხი, ნახე, ვარჯიში ვერ შეიყვარე, მაგრამ შენი თავი ხომ გიყვარს? ამაში. ანუ ნახე, მე მინდა ვიყო ჯანმრთელი. უკვე სახელი ერქვა. იმისთვის რომ მინდა ვიყო ჯანმრთელი. მე უნდა ვივარჯიშო და არ უნდა ავყვე პირობითად რაღაცა იმას, ხო? ამიტომ უკვე მაინც ჩართულია ეს სისტემა და მაინც ასე მუშაობს. ტყუილად არ ქვია, ეს არის ის ერთგვარი, როგორ გითხათ, რაღაცნაირი დირექტივასავით არის თვითკონტროლის სამი ძალა ქვია. ანუ როდესაც მე პოულობ ნებას, ანუ სურვილს და მისი ყოფა ჩნდება ჩემს ფსიქიკაში და ჩემს სააზროვნო სისტემაში, მე ვიცი რა უნდა გავაკეთო ამის მისაღწევად და რა არ უნდა გავაკეთო. ერთი გზაა, რომ რაც არ უნდა გავაკეთო, ჩავხსნა უბრალოდ, ანუ უბრალოდ ჩავხსნა და ეს ვითომ მარტივი გამოსავალია, ხო? მაგალითად, თუ დიეტაზე ვარ, არ მქონდეს სახში ნამცხვარი და ტორტი. მაგრამ მეორეა, როდესაც უფრო რთული გზით მიდის ადამიანი და ითვალისწინებს, რომ ოჯახის სხვა წევრებს უყვართ ნამცხვარი და ტორტი და თვითონ ხელოვნურად იქმნის ბარიერებს და იმდენად ააქტიურებს, რომ არ უნდა ჭამო, არ უნდა მიეკარო. და რაც უფრო ძლიერია სურვილი, ანუ მინდას ძალა, რაც უფრო ძლიერია, მით უფრო მარტივად მუშაობს ეს შენი არ უნდა აკეთო და უნდა აკეთო, ხო? იმიტომ რომ ეს არის თვითკონტროლი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოდით ესე ვთქვათ რა, რაც მარტივია, რაც ძალიან ადვილად გამომდის და რაც ძალიან კარგია, ეს ისედაც კეთდება, ხო? აქ საუბარია იმაზე, რომ იმუშაო გარკვეულწილად საკუთარ სურვილებზე და ნების ყოფა იყოს შენში. ძალიან დიდი მადლობა. ნების ყოფა კი არა გამოიმუშაო. არამედ უნდა თვალებში ჩახტო. უნდა ხო რა, აქვეა, აქვეა. ერთმანეთი უნდა იპოვო. მე ახლა